რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პროევროპელმა ცენტრისტმა კანდიდატმა ნიკო შორდანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. მან თავის ევროსკეპტიკოს ნაციონალისტ მეტოქეს ჯორჯ სიმიონს მილიონი ხმით აჯობა და ხმათა 55% მოაგროვა. ამორჩეველთა აქტივობა პირველ ტურთან შედარებით გაიზარდა და 64% შეადგინა. 11 მილიონზე მეტმა ამორჩეველმა სასურველ კანდიდატს მისცა ხმა. განსაკუთრებული აქტივობა იყო დიასპორაში. საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე არჩევანი რუმინეთის 1,5 მილიონზე მეტმა მოქალაქემ გააკეთა. ნიკო შორდანი 55 წლის პოლიტიკოსია, რომელმაც 2020 წელს დამოუკიდებელ კანდიდატად ბუქარესტის მერად იყარა კენჭი. რადგანაც რუმინეთის უმთავრესი პრობლემა ჯერ კიდევ კორუფცია რჩება, ნიკო შორდანის კორუფციის წინააღმდეგ მიმართულმა პოლიტიკამ ხალხში დიდი მოწონება დაიმსახურა. ნიკო შორდანმა გამარჯვების შემდეგ მხარდამჭერებს მიმართა. ეს ჩვენი გამარჯვებაა. ესაა გამარჯვება ათასობით ადამიანის, რომლებიც კამპანიას ატარებდნენ, რომლებსაც სჯეროდათ, რომ რუმინეთს შეუძლია მიმართულების სწორად შეცვლა. არასდროს დაივიწყოთ ის ძალის ხმევა, რომელიც ამ კვირებში გაიღეთ, რადგან ის დაგვჭირდება, როცა ერთად რაიმეს გადალახვა მოგვიწევს. 4 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 38 წლის ნაციონალისტმა ჯორჯ სიმიონმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და ხმათა 51% მიიღო, რაც მეორე ადგილზე გასული ნიკო შორდანის ხმებზე თითქმის ორჯერ მეტი იყო. ნიკო შორდანმა ხმათა მხოლოდ 21% მოიპოვა. როგორც ჩანს, არჩევნების მეორე ტურში დამარცხების აღიარებას ჯორჯ სიმიონი ჯერ არ აპირებს. ხმების დათვლის პროცესში მან სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ რუმინეთის ახალი პრეზიდენტია. მე რუმინეთის ახალი პრეზიდენტი ვარ და გთხოვთ ნება დართოთ ყველა რუმინელს, რომლებიც რიგში დგანან, ხმის მიცემის უფლება მისცეთ. აშკარაა, რომ ამ არჩევნებში გამარჯვებული ვარ და რუმინელი ხალხის სახელით ამ გამარჯვებას ვაცხადებთ. ნიკო შორდანს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის შედგება ნიკო შორდანის ინაუგურაცია.